როგორ შევარჩიოთ და მივაწოდოთ მოსახლეობას აგროსფეროსთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამის შესახებ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის პირველი ტრენინგი მიმდინარეობს. და იმ ინტერესის შემდეგ, რაც ჩვენი ტელეკომპანიების აუდიტორიას ჰქონდა აგროჟურნალისტიკის მიმართ, ჩვენ რა თქმა უნდა დაგვიდგა ამოცანა, რომ უკეთ გაგვეშუქებინა სოფლის მეურნეობა, მაგრამ ამ ამოცანის შესრულებას სჭირდება რა თქმა უნდა ცოდნა. ჩვენ ვეცადეთ დაგვეგეგმა სასწავლო მიმართულებით ღონისძიებები. ტრენინგს რეგიონული ტელევიზიებისა და პრესის წარმომადგენლები ესწრებიან. ის ორ ნაწილადაა გაყოფილი. როგორც ექსპერტები ამბობენ, აგროჟურნალისტიკა საქართველოსგან განსხვავებით ბევრ ქვეყანაშია განვითარებული და სურთ საკუთარი გამოცდილება ქართულ კოლეგებსაც გაუზიარონ. იმედოვნებ ეს ტრენინგი აგროჟურნალისტიკის განვითარებას ხელს შეუწყობს და სატელევიზიო გადაცემებისა თუ ბეჭდური პუბლიკაციების ხარისხის დაიხვეწება. მოსახლეობა მისთვის საჭირო ინფორმაცია გასაგებ ენაზე უნდა მიიღოს. პროფესიული ზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ ტრენინგის მონაწილეებიც. ჟურნალისტების თქმით, ტრენერებმა იმ აგროთემები დააინტერესებს, რომლებიც აქამდე მათი ყურადღების მიღმა რჩებოდა. ყველაფერი, რასაც ახლა ამ 2-3 დღის განმავლობაში ვისმენთ, არის ყველაფერი ახალი. და ზუსტად ვიცით, რომ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ აქ ვილაპარაკეთ ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც სოფლის მეურნეობას მეტნაკლებად ეხება და უკვე ვიცით, რა თემებზე უნდა ვიმუშაოთ სოფელში, რაზეც აქამდე ასეთ დიდ ყურადღებას არ ვამახვილებთ. ტრენინგის ფარგლებში შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთანაც არის დაგეგმილი. სემინარის მონაწილეებს მისთვის კითხვის დასმის საშუალებაც ექნებათ. ოთარ დანელია მედიის წარმომადგენლებს იმ ვალდებულებებზე ესაუბრება, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დაეკისრა.